მოგესალმებით, ძირფასო მეგობრებო. ნახოთ, აბა. ხო, 12-ში გამოაცხადებ თუ გსურთ ფინანსური არხის წმენდა და თვის ბოლომდე ცუდიც არ გაიფიქროთ ვინმეზე. იმიტომ რომ რიტუალები და პრაქტიკებს მით უმეტეს მოიშვით, იმიტომ რომ დაგიბრუნდებათ უკან ათმაგად, მაგრამ თუ იძულებული იქნებით, ბუმერანგის პრინციპი მუშაობს, აქ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ ჯადო გაგიკეთათ, ეს არის ის პერიოდი, ელემენტარული პატარა რაღაცა და всё, გიბრუნდებათ უკან, ძალიან სწრაფად თანაც ყოფოში. ხო, რაც შეეხება ახლა თუ რამეში იძულებული ხართ და გინდა არ გინდა ვინმეს პასუხი უნდა გასცეთ, ეს არ არის თქვენი ენერგია და ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უსურვეთ ვინმეს ცუდი, უბრალოდ ახლა ესეც არ არის, ხო, თავზე რაღაცა გადაიხურო, გამოიწვია ის ენერგია, დაუშვათ და მიიღებს ადამიანი. ამიტომ ვინმე არ გათამამდეთ იმ ხრივ, რომ აი მე ხლა დაუშვათ რაღაცეების უფლებები ვიღაცებს ეკრძალებათ. არა, გენაცვალე, ესე არ არის. თუ ეხლა თქვენ დაიმსახურებთ მუჭს ცხვირში, მუჭსაც მიიღებთ და პანღურსაც. და შეიძლება დედის გინებაც მიიღოთ ზედ კარგად, ერთი 100 სართულიანი, ესე ხანუმას მზითებივით, კეთო და კოტეჟვა, მიიღოთ კარგად, ჩამოციკციკებული თან ასეთი ტიპი, დარდა. ასე რომ მთლად ძალიანაც ესეთი კატეგორია ნუ გათამამდებით, თუმცა გაითვალისწინეთ. ამ შემთხვევაში არ დაზარალდება არავინ რა, ის მხარე არ დაზარალდება, ვისგანაც პასუხს მიიღებთ სათანადოს. კარგით, ნახოთ ახლა ვისთვის არის ეს გაშლა. სხვა რაღაცა მინდოდა მიაგდა. რაღაც თითქოს სხვა ჩანაფიქრი მქონდა გაშლაზე და სხვა ენერგია წამოვიდა. ეს არის წინსვლა, ეს არის ბედის ცვლილება, ეს არის გზების გახსნა. ეს არის რასაც ხელს მოკიდებთ საქმის გამოსვლა, ეს არის გამარჯვება, ეს არის ნაყოფიერება, ეს არის აღნიშვნა, ეს არის რაღაცა ეტაპის, მოდი ასე ვთქვათ, დასრულდა და ახალ ესეთ ნაყოფიერ და გემრიელ პერიოდში გადახვედით. როგორ გამიხარა? კარგით, კიდევ ისთვის რა ხდება აქ, მოდი მაშინ ასე ვთქვათ, რა ხდება. Wow. მომწონს. Wow. თქვენი გეგმა, თქვენი ჩანაფიქრი, როგორ არის იცით? აი ამას ახორციელებთ ყველაფერს, თუმცა აქ აშკარად აქცენტს არ აკეთებთ ამ ყველაფერზე. მე რაღაცა ამ ბოლო დროს ცვლილება წინა გაშლაშიც რაღაც დავაფიქსირე, ვიღაცა მისწავლა პირის დამუწვა მეთქი, ხო? უფლო მისდოდება პაპირზე, მაგრამ აი აქ მარტო ეს არ არის. აი შენ საქმეს ისე რომ აკეთებ, რომ არც ერავინ მაიცის და არც ერავის ეკითხებით მოდი, რაღაცა საქმეს აკეთებთ. თუმცა შენ გიჩვენს ერს, რას ნიშნავს ეს, ვის ემუქრებით თუ ვინ გემუქრებათ, რას ნიშნავს. ვიღაცის დაკრძალვა გინდათ? ძალიან კარგად გამოგივათ. ნუ გაგეცინება. კი, აქ დასრულდება რაღაც თემა, საკითხი, თუ კი ესეთი სიბრაზე და რამე ჰქონდათ. კი, ზუსტად ესეთი არის. თუმცა ვენოკის გაგზავნას თქვენ არ აპირებთ ნამდვილად. ძალიან გემრიელად და კარგად გამოგივათ ეს თემა. თითქოს შეიძლება ოჯახში იყოს რამე პრობლემა, ან
რაღაცა საკითხთან, ესე რომ ვთქვათ, თითქოს გარეშე ამოფრიალდა. გარეშე როგორ ასე ოჯახში, თან ოჯახში ვამბობ, თან გარეშე არის. ანუ უშუალოდ თქვენ საქმეს რაღაციდან ამოტივტივდა, მოდი ასე რომ ვთქვათ, ეს რაღაცა ნეგატივი წამოვიდა, ხო? ეს თქვენ არ გეხება, თქვენს მიზანში არ არის, თქვენს გეგმაში არ არის, თქვენს ბედში, მოდი ასე რომ ვთქვათ და რა შემოტენებული თემა არის, მოდი ასე ვთქვათ, გარეთ რო გახვალ ეხლა და ვიღაცა გზაში რო ნერვებს მოგიშლის, ხო? რაღაცა გიჟ რო გადაეყრები, რაღაცა ესეთი შემოტენილი თემა არის. მაგრამ ოჯახთან ახლოს რა ტოპიქსი შეიძლება ოჯახთან არის ახლოს. როგორ შეიძლება ის რო გაგიშიფროთ ახლა მე თქვენ? შეიძლება თქვენი ოჯახის წევრს ეხება, ანუ რაღაც არის ხო, მაინც. რაღაცა, ანუ დაალაგეთ დანარჩენი თქვენ თვითონ. რა შეეხება აი აქ, ძალიან კარგად გაივლის ეს ყველაფერი. მართლა ოღონდ. всё დასრულდა, ჩათვალეთ. კარგი მანახე. კი, всё, თქვენი ის არის. აი აქ აი ამ ნაყოფიერებაზე კი ბატონო საუბრობდი, მე ვფიქრობ, რომ რაღაცა წარსული თემა იყოს, შეიძლება აქ კიდევ დასასრულებელი გქონდეთ. ხო, რაღაცას დაასრულებთ. მოდი მანახე, ეს დასასრული რატომ დაფიქსირდა, ეს რას ნიშნავს, ანუ კარგად ცუდად. აქ გაუთვალისწინებელი თუ რაღაც ხარჯებთან დაკავშირებული თემა არის, ფინანსებთან. არასწორი ხარჯვა არა ხო, აი ეს სრულდება თქვენს ცხოვრებაში, თუ გქონდათ გარღვევა შეიძლება ან გაუთვალისწინებელი ხარჯები, რაღაც კმაყოფილებაში გადაგდით. შეიძლება ეს ნაბიჯ არა, ეს გადაგდით თქვენ კი კმაყოფილებაში რაღაცას, აი აქ მაგ საკითხს მოაგვარებ, დაასრულებთ, მოდი ასე ვთქვათ, რაღაცა გაუთვალისწინებელ თუ ზედმეტ ხარჯებს თუ არასწორ რაღაცებს კონტროლს უწევთ ფინანსებს. იცით, კი ეს აუცილებელი არის ზოგჯერ. იმიტომ რომ ყოველთვის მაგიური და თავდასხმა, ყოველთვის ვიღაცამ რაღაცა მოგპარად არ არის. ზოგჯერ თქვენც აძლევთ ვიღაცას რაღაცის უფლებას. თუნდაც გავუაზრებლად, ხო? აი, როდესაც წავა დავუშვათ უაზრო ხარჯი. ყოველთვის უნდა გააკეთოთ აქცენტი, რატომ ხდება ეს, რატო გაქვთ ეს. ნახეთ ხანდახან არის ეს აშლილობა რაღაცნაირი, როგორც ვერ ისვენებ, რაღაცა გინდა ვითომ იყიდო, დადიხარ რაღაცას, შეიძინო, დახარჯო. თითქოს ფული არ ჩერდება შენთან, ხო? აი ეს მიზეზი უნდა მოძებნოთ, თქვენ მაგ დროს უნდა დაფიქრდეთ ზუსტად, რატომ მოხდა ეს? რატომ არ გაჩერდა? რაღაცა არ გაქვს დაგეგმილი, დაუგეგმავთ, აი გათენდა დილა და მე სხვა გეგმა მაქვს და სხვანაირად წავიდა საქმე კაცო. ეხლა მაგალითად სხვა გეგმა მქონდა და ბიჭო იმისანა ჭექაქუხილი და ეს ატყდა გადავდები ხო ჩემი საქმე. აი აგერ რეალურს გეტყვით. აი აქ უნდა მოხდეს ზუსტად დაფიქრება, იცით რა, ამინდია არა, ამინდია არ არის. ამინდია არის როგორ არ არის, მაგრამ ეს ეხლა თლათ უბრალო ენერგიებში თუ ადამიანი კიდევ ხო არ მიაქციეს ყურადღება, მაგრამ ვინც ასეთ ვითომ წვრილ მას ყურადღებას აქცევს, შესაძლებელი ეს ის არის, რომ აი ბუნება, სამყარო გესაუბრება, რაღაცა მინიშნება მოგცა, რაღაცა გითხრა, გიკარნახა, რომ არა დაუშვათ, ხო? ჯერ არა, ანუ სხვა რაღაცას უნდა მიაქციოთ ყურადღება. რა არის ეს, საიდან მოდის, რატომ ხდება? აი ეს უნდა გააკეთოთ აქცენტი. ხო გავაკეთე მაინც ჩანართი რაღაცა ჩემზეც. კი, იცით რა არის? მე მაგალითად ვაქცევ ასეთ რაღაცებს ყურადღებას და მე უნდა მივაქციო კიდეც ყურადღება, იმიტომ რომ ჩემი ეხლა ვიბრაციები სხვაგან არის და სხვა განზომილებაში ვარ მაინც, ხო? რაც არ უნდა იყოს. ამიტომ ასე ამოკითხული ინფორმაციებით, ესე რაღაცა
მინიშნებებით, ციფრებით, მოდი ასე ვთქვათ, რამდენჯერ გავიგონე კაკუნის ხმა თუ რაღაცა, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. ზოგადად, მაგრამ ახლა ვინც ეს არიცით, ძალიან თავს ნუ დაიძრგუნათ და ნუ დაპროგრამდებით, ხო? ერთხელ მქონდა ესეთ შემთხვევა გაშლებში ვიძახოდი. ის შავი კაციება ვინ არის თქო? რაღაც ესე ვთქვი, გავიხუმრე. აბა ის შავი კაცი მოვიდა გაშლაზე და ვესაუბრები ადამიანს. აბა ის შავი კაცი ვინ არის და მეკითხება და მეთქვა რა შავი კაცი რას გულისხმობ თქო. ეხლა ხუმრობა თურმე სინამდვილეში ისა რა ქვია ვიღაც კაცი უყურებდა და ძალიან შავი ყოფილა, ზანგი ყოფილა, თუ ნეგრი უნდა ვთქვა, ხო? თურმე ეს იგულისხმა. და ადამიანმა ვერ მიხვდა რომ მე რაღაცა ხუმრობით ჩანართი გავაკეთე და მან პირდაპირ დამისვა კითხვა, ბაო იმასო. ეს იყო შოკი. კარგით. ნახოთ აქ ხომ. რა იქნება? სხვათა შორის თქვენ ძალიან კარგად გრძნობთ აქ დასტაბილურება, თქვენი ენერგიების მთლიანად დასტაბილურება. რაღაცის შეძენა ძალიან კარგი ნაბიჯი. ხო, უბრალოდ ცოტა დრო გჭირდებათ. არ არის გამორიცხული. ნახეთ, ეს ცვლილება უკვე დაწყებულია თქვენთან. ეს არის ის მომენტი, რომ რაღაცა სჭირდება დრო. აი რომ შედეგი მიიღოთ ამ ყველაფრის დაინახოთ, ხო? მე აქ მაინც რატომღაც მიფიქსირდება, რომ შეიძლება უფრო აქცენტი აქ იყოს ისეთ ხალხთან, ვისაც ეზოთერიკა უკვე ინტენსიურად აინტერესებს, ხო? შეიძლება ყველას არა, მაგრამ თუნდაც ჩემ გაშლებს ისმენს, ხო? მაინც უკვე თქვენ რაღაცა გადმოხვედით ამ ვიბრაციაში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინტუიციაც გქონდეთ კი ბატონო, მაგრამ მთლად ნუ დაეყრდნობით ამ თქვენს ინტუიციას და წინასწარ მეტყველებებს, იმიტომ რომ ეს არის ცრუ ინფორმაცია ძირითადად. თქვენ წარმოიდგინეთ, მე ვაკეთებ ძალიან ბევრ ანალიზს, ძალიან აი რა ცრუ არ იყოს, ხო? მით უმეტეს არ მქონია შემთხვევა, რომ აი შეცდომა დამეშვას, მაგრამ სულ ყოველთვის მაქვს აქცენტი, რომ რამე ცრუ ინფორმაცია დავუშვათ, შეცდომა არ გამეპაროს, არ დაუშვა, ეს წინასწარ მეტყველური არის, მართლა თუ რამე სიცრუა, იმიტომ რომ ეხლა მქონდა ესეთი რაღაც საუბარი, არ ვიცი ის ქალბატონი ვისმენს თუ არ და იმედი არ იწყენს ყოველ შემთხვევაში, მე არ ვასახელებ კონკრეტულად ვინ არის და იდეაში ძაარ მაქვს რომ ვაწყენინო, მაგრამ გავაჟღერებ ერთ რაღაცას. ნუ კითხვა დამისვა, სვირინგები გაქო? შენ ქმარსო ეს სახელი ქვიაო, სახელიც მითხრა. მერე მითხრა, რა ვიცი, მოკლედ ავადმყოფი გამხადა, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ კოჭლიო რაღაცაო ფეხის ღმერთმა დამიფაროს კაცო. ისეთი რაღაცები მისურვა და მითხრა, მოკლედ რავი, ყბა ჩამომივარ და 100 მწყებლის მეთქი პირდაპირ ესევე მასკენი, რა ქვია. პირველი ეს რეაქცია მქონდა, ხო? ახლა არ არის მეთქი რა, სწორი, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ სწორად მელაპარაკებდა. იცი რა სიმართლე მითხარი, არ მომატყულო ადამიანო. შენს თავში ნახე, არ ხარ დარწმუნებული. ამდენ კითხვებს რო დამისვა, კუჭზეო პრობლემა გაქო, ისო, ესო, ხელზე ნიშანი გაქო, რა ვიცი, მე რა ნიშანი მაგაცო ხელზე. ავდექი მე და რაღაცა უთხარი. ხო მეთქი კოღომი გბინა მეთქი. აბა რა უნდა მეთქვა ახლა? ხო და ნახეთ, ეს უკვე ადამიანი, ეს არის ცრუ წინასწარმეტყველება, ცრუ რაღაცა. ეძებს, შეიძლება ის სინამდვილეში ხედავს ამ ყველაფერს, მერე მითხრა ნაშვილები ხარო. აბა ნაშვილები ვინ არისო? ხო და კარგი მეუთხარი რა პრობლემაა, ბიჭო, რაღაცა მითხარი, კაი კუჭის პრობლემა ვისა აქვს, მაშინ ეს რაღაცა მითხრა, ვერაფერი ვერ მითხრა. მარტო ესე ჩამოთვალე ეს ის, ხო, ვიცი. მე ყველაფერი ვიცი, თან პასუხი და ნუ ახლა ყველაფერი კი არა, ვერაფერი ვერ იცის. რა ნაშვილები ერთ-ერთი გაჭრილი ვაშლივით გავარ ჩემებს თუ ღმერთი გზავნის. ნაშვილებიო კაცო. არა ეს ახლა ვინც ნაშვილები ხართ გულზე კი არ მოხვდეთ, მაგრამ ესე ყველაფერი რო უგუღმა ჩამომითვალე და ეს ჩემი დაკარგული ქმარშვილი კიდე რას საინტერესოა ყველა რომ მეუნება.
ქმარის სახელი მითხრა. ეს და ეს სახელი ქვია შენ ქმარსო. იცით რა არის? ეხლა ვიღაცა იტყვის, რომ აი სახელებში ამბობ, შეიძლება ვიღაცასთან გაარტყას. ხო, იმიტომ რომ სახელი მკითხა, რა ქვიაო და ნინო ვინ არისო და ნინო მე ვარ. უი, მართლა, აი ხო ხედა ბიჭო. ნინო მანტიკა მიწერია გვერდზე და ნინო მანტიკა აწერია ყველაფერს და ნინო რამის ნინიკო სიმღერა დავიწყო აქ და ნინო ვინ არისო და აი ყველაზე რა ვიცი ახლა შოკი. ну შეიძლება ვიღაცა ახლა გაარტყას და მოატყოს, მაგრამ ჩემთან რო ესეთი რაღაცები კი არა, მართლა პროფესიონალები მოდიან. კი, არიან ჩემი მსმენელები, მართლა ხედვა აქვთ და იმათ ვიმაშე. არა, ესეთი კი არა ვარ, კაცო, მე ყველას ვუსმენ ზოგადად, მაგრამ ბევრ რაღაცას ვერ ამბობენ. ძალიან იშვიათად. ახლა მე რო რაღაცა ინფორმაციას გაგიჟღერებ თქვენ და ჩემს თავზე დიაგნოსტიკას სიტყვას დავდებ და ან რაღაცა სახელს დავწერ და მეტყვი მერე მკითხავ, კაი რა, ახლა რა გაშლა, რის გაშლა, საჩაგითვალო აქ მე გაშლა უკვე შენ. შენ და მითხრა, მე უკვე პასუხი უნდა გამსე ისეთ საკითხზე, რომელზეც პასუხი არ მაქვს სიტყვაზე, ან პასუხის ძებნაში ვარ. გაიგეთ? ან რაღაც ისეთი ინფორმაცია გამიჟღერო, რაც მე არ გამიჟღერებია. შტერგი არა ვარ კაცო, მე რაც ვლაპარაკობ ჩემ თავზე არ ვიცი? მემენტედა. ხო, ამიტომ რატომ მოგიყევით ეს ყველაფერი? ესე ინტუიციაში დრო ხარ გამეპარა ძალიან ბევრი, არა. იცი? არა. ნუ გადაიტანთ ყველაფერს, ხო? და ყველაფერზე ესე დარწმუნებული ნუ იქნებით. იმიტომ რომ ეს არის ის ნახეთ ის პასუხები, ის დიაგნოსტიკა თუ რა ვიცი, ის რაღაცა მოქმედება, რასაც შეყავხართ თქვენ შეცდომაში. ანუ შეცდომაში შეგიყვანთ ეს ყველაფერი. ამიტომ ეს არ უნდა გააკეთოთ. მოусმინეთ თქვენ შინაგან ხმას, მაგრამ ხა ძალიან უნდა გქონდეთ ყველაფერი დაპრაქტიკებული და კარგით, ნახოთ აქ კიდევ რა როგორ იქნება, რამდენიმე კითხვა რომ მითხრას. სწრაფი ცვლილება, სწრაფი გამოსვლა. ეს განაცვალე. შვენიერი. გადაადგილება, წინსვლა, გზა შესაძლებელია სადმე სამოგზაუროდაც აქ ახლა წახვიდეთ, ხო? გააკეთოთ. მაგრამ ძალიან დიდი წარმატება, სიხარული ბავშვობაში მე მაგალითად რომ შლიდი, ეს ამ არკანს უყურებდი სულ, ეს არკანი თუ ამომივიდოდა. ხო, ისა რა ქვია, ჩავთვლიდი, რომ აი ყველაფერი იდეალურად იქნებოდა. კარტშიც ისევე თუ ამოვიდოდა, ესე ყველაფერი იყო იდეალურად. ამ ჩემი დაპრაქტიკებიდან ესე შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს ცუდს განეიტრალებთ აბსოლუტურად. ყველაფერს ცუდს. ხო. თუმცა რო გითხრათ, რომ აქ მარტო გრძნობთ თავს, ხო? მარტო ხართ. თუ არის ვინმე თქვენს გვერდით. არა, მარტო ხართ, ეს გარეშე ხალხია. ან მარტო გრძნობთ თავს. ან რაღაცა მარტო აპირებთ ამ ყველაფრის მოჭესრიგებას. შეიძლება როგორ არის, იცით, ახლა ეს ენერგიების გამომუშავება მარტო უნდა მოახერხოს ადამიანმა, ესეც ხო არის? არა, თქვენ აქ ძალიან დიდ წარმატებას, ნაყოფიერებას დაელოდეთ ცოტა დრო, ერთი ნაბიჯი, ერთი ამოსუნთქვა, ერთი მოქმედება, რაღაცა ესეთი დაგრჩათ აქ. დაელოდეთ შედეგებს.
მე პირდაპირ გეტყვით, აი გამართულად 100%-იანეთ, რომ აქ ნამდვილად ავჯერე და მაინც არკანი დამჭა, ნახეთ, ნამდვილად მოდის ეს წარმატება, ნახეთ, ნუმეროლოგიაც როგორ დაგამლაგდა. რა საინტერესოა. ნახეთ, აქ ახლა მე რო ესე წავიკითხო, ეს არის თქვენი ფარველი, ფარველობას გიწევენ. ფარველობა. თქვენი ფარველობა. თქვენი ნახეთ, როგორ ხართ აქ. ლოცვა შესმენელი არის. რასაც ითხოვთ, შესმენელი არის. მომწონს საქმე ეს ყველაფერი, მომწონს. ძალიანაც კარგი. დავდგე მიყურო რაღა იყო. უყურო მინდა ამ არკანებს ახლა და შევიგრძნო. ეს არის პირდაპირ მფარველობა. ნუმეროლოგიით რო არ წავიკითხო და მე აქ წავიკითხო უბრალოდ ისე არკანების მიხედვით. არა აქ მაინც არის რომ ვიღაც გეხმარებათ მაშინ. შანსი არ არის. ეს არის დახმარება. და რა ამბავს ამონდა. მე ახლა უნდა გადავამოწმო აქ, მოიცადეთ. მე დასტა მაქვს გენაცვალეთ. მაგაზე რომ მკითხულობს ყველაფერს მანახე. მინდა გეტყვით ახლა. აი ეს. აბა ნახოთ რას გვეუბნება აქ ჩვენ ეს დასტა. რა წერიაო? დაიცავის საკუთარი თავი და შენი თქვენი რომანტიკული პირადი ცხოვრებაო ის მხოლოდ თქვენ გეკუთვნისო. განავითარეთ ის რაც თქვენს გულში ყველაზე ძვირფასია. თითქოს ბროლის ყუთში ძვირფასს დამყიფეს საგანძურს ინახავდეთ. სიწმინდე სილამაზე რასაც განიცდით. იმსახურებ ეჭვიანობისგან დაცვას და სხვა გარეცილის წამებისგან დაცვას. აზრი გამოიტანეთ ახლა აქ თქვენ. როგორ იყო? დაიცავის საკუთარი თავი და შენი ცხოვრება. აი ეს არის აქ მინიშნება. საკუთარი თავი და ცხოვრება. განავითარე ის, რაც შენს გულს ყველაზე მეტად უნდა უყვარს, რაც გეძვირფასება. ხო, აი ესეთნაირად, ესეთ შინაარს. შენთვის რაც წმინდა არის, რაც ძვირფასია, პირდაპირ დაცვაზია აქ მინიშნება. ნუ არ იმსახურებო შენ რაღაცა ეჭვიანობას და ჭორებს, ანუ რაღაცა ესეთ უცდილობს, ესეთ დამოკიდებულებას თქვენთან კიდე მე მაინტერესებს, რომელი ნუმეროლოგია იცით, მე მაინტერესებს კიდე აქ მეორე კომბინაციაც გვაქვს ჩვენ ეს არის, ხო? კი. აი ეს. აბა ეს რას გვეუბნება და მე უკვე გავაკეთოთ ანალიზი. დატყვით თქვენი, არა, ისე ამოვნეთ, ვაი, როგორ წერია?
რა არის ვერ გავიგები. ცა შოქსა. ხო, ისიამოვნეთ ყველა იმ ადამიანიც, ვინც თქვენს გვერდით არის, ანუ ვინც გაფასებს. დააფასეთ ის ხალხი, ვინც შენს გვერდით არისო. ხვალინელ დღეზე ნუ ფიქრობო, ხვალ ვინ იქნებ, დღეს ვინ არის შენს გვერდით, ის დააფასეო. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ისინი, ვისაც ცხოვრება თავრაიოს სიცოცხლეს განმავლობაში. ხო, ანუ აქ დაფასებაზე უკვე წავიდა აქცენტი, რომ დააფასეთ თქვენი, ესე იგი, ამ წუთში ვინ დგას თქვენს გვერდით ის ადამიანები. მოდი ასე ვთქვათ, ვინც თქვენს გვერდით დგას. მე უფრო აქ ვიტყოდი კიდე ვინ დადგა გვერდით, როცა თქვენ ეს გჭირდებოდათ, აი ის ადამიანები. გაჭირების თუ დახინების თუ რაღაცა მორალურად თუნდაც, ხო, ადამიანის გვერდით. აქ არ არის დაემაზე აქცენტი ფინანსებზე, არა, აი მორალურად ადამიანს რო გვერდით დგომა როცა გჭირდებათ. აი ამას და ეს დააფასეთ. ახლა თქვენი დამხმარე თუ დაუშვოთ თქვენი მარტო როგორ გითხრათ ახლა საკუთარ თავი იყო და ღმერთი იყო თუ მფარველი ანგელოზით იყო, რაც იყო, ის უნდა დააფასოთ. მაშინ საკუთარი თავი დააფასეთ. თუ სხვა არავინ არ იყო, ხო? ხო, მაგრამ ფაქტიურად ნახეთ ასე გითხარით მეც, ასე ამოვიკითხე ზუსტად. დაფასება აქ არ მithქვია, მე არ გამიჟღერები აქიდან გითხრეს, მაგრამ აი დახმარება, ეს კი ნამდვილად, ხო? დახმარება მოდის, ესე ვთქვი, დაიცავი. ესე იგი ეს როგორ ეხლა ჩემი ნათქვამიდან და აქედან რო გავაკეთო ანალიზი, კი, შენ გეხმარებიან შენი მფარველი ანგელოზები. ეს არის დაცვა, გიცავენ. აჰა, გასაგებია უკვე. ამოხსენით საბოლოო პასუხები მივიღეთ. გაიგეთ? აი იქ ბარაცე წერია რა ბარაცე და უნდა თარგმნე და მაგიტომ გამიჭიანურდა მდენი ხანი. ნახეთ, როგორ არის იცით ის ნუმეროლოგიები და ესე იგი დასკვნა, საბოლოო დასკვნა აქ ეს არის, რომ ის თქვენი მფარველები თქვენ გისმენენ, შეგისმენენ, თქვენს გვერდით არიან. ადამიანი თუ კი გამოჩნდება ვინმე ასეთი, კი ბატონო. ყველა ძალა და ენერგია თქვენთან არის გენაცვალე. ესეთი დასკვნა გქონდა საბოლოო ჯამში, მე გისურვებთ წარმატებებს, არ შეგეშინდეთ. თქვენი საგვარეულო ხაზიც ფეხზე არის. მე იცით რა გითხრათ? თუ მაგიას ფლობთ, მაგიაც თქვენს გვერდით არის, საგვარეულო ხაზიც გვერდით არის, მფარველი ანგელოზებიც გვერდით არის. მეგობრები აქ ვიღაცები გვერდით არის. რაღაც სამეგობროც თითქოს იყრება, თუ რაღაცა ხაზი იყრება. გვერდით არის. ნუ, გისურვებთ წარმატებებს, თქვენ არ ემსახურებთ ეჭვიანობას და ჭორებს და დაიცავით ის, რაც თქვენთვის თვითფასია და თქვენთვის წმინდა არის. ეს იყო პასუხი. ვერ მივხვდი, თავიდან მეგონა რაღაც სხვა გაშლას დავიწყებდი, მაგრამ ესეთი გამოვიდა. ამ გაშლას მეც უნდა მოვუსმინო სხვათა შორის. ამას კარგად უნდა მოვუსმინო. დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს დროებით.